ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სრულყოფილების ქრისტიანული გაგების შესახებ. აი ამ თემას კარგად პასუხობს სახარებისეული ის მონაკვეთი, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან 27 შვიდეულის საკვირაო წირვაზე. წავიკითხოთ ტექსტი სახარებისა. ეს არის ლუკას სახარება, თავი 18, მუხლები 18-დან დაწყებული 27 მუხლის ჩათვლით. და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და რქუა, მოძღვარო სახიერო, რაი საქმე ვქმნე, რაითა ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო. მიუგო მას იესო, რაისა მეტყვი მე სახიერით, არავინ არც სახიერ, გარნა მხოლო ღმერთი. ცნებანი იცნი, ნუ იმრუშებ, ნუ კაც კლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სამებ, პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა. ხოლო მან თქვა, ეგე ყოველი დავიმარხე სიყრმით ჩემიდგან. ესმა რა ესე იესოს რქუა მას, ერთიღა გაკლს შენ, ყოველი რაიცა გაქვს განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. და ვითარცა ესმა ესე მას წუხარე იქმნა, რამე თუ იყო იგი მდიდარ ფრიად. ვითარცა იხილა იგი იესო, რამე თუ შეწუხნა, თქვა, ვითარ ძნიად შევიდენ სასუფეველსა, ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე. უადვილეს არს მანქანისა საბელი ხვრელსა ნემსისასა განსვლად, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ღვთისასა. ხოლო რომელთა იგი ესმა, რქვეს მას და ვის ხელწიფების ცხოვრებად, მიუგო იესო და რქვა მათ, შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. უპირველეს ყოვლისა, წაკითხულიდან ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ პიროვნებას, რომელიც მიდის იესო ქრისტესთან. ეს არის მთავარი, ანუ ასე ვთქვათ, მაღალი იერარქიის წარმომადგენელი საერო ცხოვრებაში. სხვა ამახარებლები ამბობენ, რომ იგი არის ახალგაზრდა ამავე დროს და შემდეგ ვიგებთ ასევე ტექსტიდან, რომ იგი არის მდიდარი ამავე დროს. აი ეს სამი, ასე ვთქვათ, ნიშანი პიროვნების, რომელიც ესე იგი ერთდროულად შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ეს არის იშვიათობა, რომ მაღალი თანამდებობის პირი, მდიდარი და მით უმეტეს ახალგაზრდა, აი ესეთ სულიერი ცხოვრების სკენ ისწრაფოდეს, ასეთი წყურვილი ქონდეს, რომ დაიმკვიდროს მარადიული ნეტარი ცხოვრება, ანუ სასუფეველი ცათა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ეს კიდევ იმით, რომ აქ სწორედ ეს მთავარი თემა თუ რა არის ქრისტიანული გაგებით სრულყოფილება. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს როგორ ესმის თვითონ ამ ახალგაზრდას. ფაქტიურად ეს სრულყოფილი ადამიანია, ოღონდ არაქრისტიანული გაგებით. რას ნიშნავს აი სწორედ სრულყოფილება ქრისტიანული და არაქრისტიანული გაგებით. სრულყოფილი ადამიანი, როდესაც ესე იგი, აი მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ასეთი პრივილეგია აქვს, ამდენი მიწიერი ასეთი ცხოვრებისეული ასეთი
ფუფუნებაშია ფაქტიურად და ყოველმხრივ სულით ხორციერად და ხორციელად ძალიან შემკულია ყოველმხრივ, რომ ასეთი ადამიანი არ არის ჩაძირული ამ წუთის სოფლის ვნებებში, ეძიებს მარადიულ ცხოვრებას და როდესაც მაცხოვარი ეუბნება, რომ აი რა არის საჭირო, რომ ეს მცნებები უпроსტოდ საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს, როცა ამაზე პასუხობს, ეუბნება, რომ მცნებები დაიმარხოს და ის პასუხობს, რომ ის ამ მცნებებს ესე იგი ღრმობიდან, ბავშვობიდანვე ინახავს. ანუ ეს ფაქტიურად სრულყოფილი ადამიანია, ოღონდ აი აქ არის სწორედ ეს მთავარი მომენტი არაქრისტიანული გაგებით. აი რა არის ეს არაქრისტიანული გაგება და ამაზეა ეს სახარება და როდესაც აი პასუხობს, რომ აი მე ეს ყველაფერს ვასრულებ, ანუ ფაქტიურად რაც მაცხოვარმა უთხრა, რომ თუ გინდა რომ საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრო, აი მცნებები დაიმარხე. ანუ ძირითადი 10 მცნებისგან ამ 5 მცნებაა მოყვანილი. ანუ იგულისხმება, რომ აი ძირითადი მცნებები უნდა დაიმარხოს ადამიანმა, შეასრულოს, რომ სასუფეველი დაიმკვიდროს. აი მას ეს შეუსრულებია. თან ისე ვიმეორებ იმ პირობებში, როდესაც მას მრავალი ცდუნება აქვს. ეს არის პატივი, ეს არის სიმდიდრე, ფუფუნება, ეს არის ასაკი, რომელიცაც ადამიანს ძალიან დიდი ადვილი არ არის ახალგაზრდა ასაკში, რომ უარი თქვა სხვადასხვა ცდუნებაზე. ფაქტიურად და ყველა მცნებებს ასრულებს. და აი უცებ მაცხოვარი ეუბნება, ერთი გაკლს შენ. და რა არის ეს? რა აკლია მას? ანუ რაღაცა მას აკლია რისთვის რომ შევიდეს თათა სასუფეველში. ერთი შეხედვით ცოტა უცნაურია, მაცხოვარი ეუბნება, რომ აი ცნებები უნდა დაიმარხო და შეხვალ. და როდესაც ის ამბობს, რომ მე ეს დავიმარხე, ეუბნება, რომ რაღაცა გაკლია. რატო ეუბნება ეს ცოტა ისეთი შეიძლება კითხვა დაიბადოს, ხო, მან ესე იგი ის პირობა შეასრულა, ანუ ასრულებს იმ პირობას, რის რა პირობითაც შეიძლება შეხვიდე ადამიანი შევიდეს სასუფეველში და უცებ მაცხოვარი ეუბნება, რომ აი კიდე არის რაღაცა პირობა. რატო ეუბნება მაცხოვარი ამას? აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ყველა ადამიანს სასუფეველის დამკვიდრებისათვის აქვს თავისი რაღაცა ზღვარი, თავისი ესე ვთქვათ პროფესორად რო ვთქვათ თავისი სრულყოფის რაღაცა ხარისხი, მისაღწევი და ეს არის ძალიან ინდივიდუალური. აი როდესაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ ქვრივი დედაბერის ამბავს, რომელმაც 2 გროში შესწირა, მაცხოვარი ამბობს, რომ ამან ყველაზე მეტი შესწირა, რადგანაც ამან უკანასკნელი გაიღო. ანუ ადამიანის სრულყოფა და სრულყოფილების ნიშანი ადამიანში, აი ქრისტიანული სრულყოფილების განისაზღვრება არა იმით თუ რამდენად ის აღემატება სხვა ადამიანებს ცნებების აღსრულებაში და სათნო ცხოვრებით აღემატება, არა განისაზღვრება იმით თუ რამდენად აღემატება ადამიანი საკუთარ ასე ვთქვათ უпроსტოდ რამდენად სრულად ადამიანი აღასრულებს თავის შესაძლებლობებს, იყენებს თავის შესაძლებლობებს. აი სრულყოფილება არის საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენება. ასე რომ აი ეს სრულყოფილების გაგება არაქრისტიანული, ну, დავარქვათ ამას კაცობრივი გაგება. სამწუხაროდ ეს ძალიან იყო ქრისტიანობამდეც, იყო წარმართობაშიც, იყო იუდეველთა შორისაც და დღეს არის ქრისტიანთა შორის. აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ ეს არ არის მხოლოდ
იუდეველთა საზოგადოების წევრის საკითხი და თუნდაც ნებისმიერი კონკრეტული ესეთი სოციალური ფენის წარმომადგენელი საკითხი. არა, ეს არის ზოგად საკაცობრიო, ეს არის ყველა ქრისტიანს ეხება. ქრისტიანს შეიძლება ქონდეს სრულყოფილებაზე კაცობრივი შეხედულება. აი ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო და ეს ამის გახსნა ხდება ამ მონაკვეთში და ჩვენც ვცდილობთ რომ აი ეს კიდევ ერთხელ გავმარტოთ რა. ესე იგი ყველა ადამიანს მოეთხოვება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისაკენ სწრაფვა. ანუ გაიღო უკანასკნელი, გაიღო სრულად დაიხარჯო. აი სრულად დახარჯვა არის სრულყოფილება. აი უფრო მეტიც სწრაფვა სრულად დახარჯვისაკენ არის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, მაგრამ წმინდა მამები, კერძოდ გრიგოლ ნოსელი საოცარ სიტყვებს ზანებს. სრულყოფილება არის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ანუ სრულყოფილება, ესე იგი სრული სრულყოფილება მიუღწეველია. რამე თუ სახარებაში წერია, იყავით სრულით, არცა მამაი თქვენი ზეციერი სრულას. ახლა ღმერთივით სრულყოფილი ადამიანი ვერასოდეს ვერ გახდება, მაგრამ აი ამაზეა ლაპარაკი, რომ ადამიანის ქრისტიანის დანიშნულება მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ და რა საფეხურზეც არ უნდა ავიდეს, მას უნდა ახსოვდეს, რომ სანამ ის ცოცხალია, ის უნდა ცდილობდეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას. და ისევ ვიტყვი, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის, ასე ვთქვათ, აღსრულებას. აი სწორედ ეს არის კაცობრივი გაგება სრულყოფის, როდესაც ადამიანი, აი თქვათ, საზოგადოებაში ითვლება, რომ აი ადამიანი არ არღვევს ცნებებს, კეთილია, რაღაცა საზოგადოებაში იმსახურებს დიდ, ესე ვთქვათ, ყურადღებას, პატივისცემას, ნდობას, მაგრამ რაღაცა მაინც, ესე იგი, არის ისეთი, რაც შეიძლება მას მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის განხორციელებული. და აი სწორედ ეს ამისკენ თუ არის სწრაფვის ადამიანი, თუ არის სწრაფვის, ესე იგი მან შეაჩერა სრულყოფილებისაკენ სწრაფვის პროცესი და იგი აი ეს არის სიკვდილი, სრული სიკვდილი, როცა ადამიანი არ ცდილობს მუდმივ სრულყოფაზე არ ფიქრობს, არ ცდილობს მუდმივ სრულყოფას. ეს არის სწორედ არაქრისტიანული გაგება. აი ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე კაცი არ მომიკლავს, არ მომიპარავს, ესე იგი არ ვრუშობ საერთოდ და აი ამითი ამაყობს ძალიან და მორჩა და დაამთავრდა და თავის მოვალეო დამსახურებული ადამიანი, აი რატო ჩემს ცხოვრებაში თქვათ მოხდა რაღაცა ესეთი ტრაგედია, რატომ თქვათ სხვა ადამიანი, რომელსაც გაცილებით უფრო ნაკლებად შეიძლება აღასრულებს ამ ცნებებს, აი ჩემს შედარებით უფრო თითქოს მისი ცხოვრება უფრო წარმატებულია, თავს ბედნიერად უფრო გზნობს, რატო ხდება ეს? აი ესეთი კითხვები ხშირია. და მეორე, რატომ არ დადის ადამიანი ეკლესიაში? იმიტომ რომ არ არის ახლა ისეთი ცოდვილი, როგორც ვიღაცები არიან, ვიღაცა სჭირდება ეს მონანიებად, ამ ადამიანს არ სჭირდება. აი ეს არის კაცობრივი მიწიერი გაგება სრულყოფილებისაკენ. გარეგნული ესეთი რაღაცა სახე იმისა, რომ რაღაც აი სასიკვდილო წოდებს არ ჩადის ადამიანი და მორჩა და ესე ვალმოხდილია ღმერთის წინაშე, მოყვასის წინაშე და მეტიც თulis რომ აი გაცილებით სხვებთან შედარებით ძალიან ბევრი სიკეთეა გაკეთებული და მეჩვენება რომ ნუ მას მოსანანიებელი არაფერი არ აქვს. აი ეს არის სწორედ არა ქრისტიანული გაგება სულიერი ცხოვრების და სრულყოფილების. და რატო დამწუხდა ეს როცა მაცხოვარი ეუბნება რომ განყიდე ყოველივე შენი მონაგები და აი ამ მომენტში ესე იგი მაცხოვარი ეუბნება რომ თუ შენ ესე იგი რაც მოგეცა
ხო ეს მიეცა ამ ადამიანს, ну ვთქვათ, აქვს ესე ვთქვათ სოციალური მდგომარეობა, არის მდიდარი, შეძლებული ადამიანი, თან არის ახალგაზრდა კაცი, ვთქვათ, თავისი ესე ვთქვათ ხორციელი, ესეთი შესაძლებლობითაც გამორჩეული ჯანსაღი ყველა მხრივ შემკული და აი მას ეჩვენება რომ მან ყველაფერი გააკეთა და ასევე ეჩვენება რომ თუ კი რამეა დარჩა ის ამას გააკეთებს. ანუ იგი დარწმუნებულია რომ იგი უკვე არის ის პიროვნება რომელიც ყველაფერს აკეთებს და მაცხვარი აჩვენებს რომ შენ ვერ ხედავ შენ თავს. შენ არიცი რომ შენ არ ახარ მზად რომ ღმერთისთვის ყველაფერი გააკეთო. შენ არის სწრაფი სრულყოფისაკენ. და აი შენ გაქვს ესე იგი არასწორი წარმოდგენა სრულყოფილების. შენ გეჩვენება რომ შენ ვალმოხდილი ადამიანი ხარ. და აი ესეთები ხშირად შეიძლება აღმოჩნდეთ ჩვენ ყველანი, როდესაც არ ფიქრობთ იმაზე, რომ რა გვაკლია ჩვენ, რა კიდევ რა უნდა, როგორ უნდა სრულყოთ ჩვენი თავი. და აი ამიტომ ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს, რომ მუდმივი სრულყოფისათვის ზრუნვა არის აუცილებელი და ბოლოს აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მაცხოვარი ბრძანებს, რომ აი ასე დამწუხდა ეს ახალგაზრდა და ვერ შეძლო ეს, რომ აი მდიდარიო ძნელად შევა სასუფეველში, აი უფრო ადვილიაო, რომ მანქანის საბელი ეს იყო ძალიან მსხვილი, ესე ვთქვათ, ბოგირი, რომლითაც ნავებს ამაგრებდნენ ასე ვთქვათ ნავსადგურში და აი როგორც ესე ბოგირის თოკი, ეს ბოგირი ვერ შევა ნემსის ყურჩი ვერ გავა ის უფრო ადვილია რომ ეს მოხდესო ვიდრეო ეს რატო ესე იგი თუ ადამიანი აი აქ მარტო სიმდიდრეზე არ არის ლაპარაკი თუ ადამიანი ასე აზროვნებს თუ ის რაღაცა თავის აი მიწიერი გაგებით კმაყოფილდება თავისი რაღაც სიკეთით თავისი სათნოებით თავისი მდგომარეობით ასეთი ადამიანი ვერ შევა სასუფეველში და ბოლოს ახლა ყველა გაუცებულია და იქ პირველ რიგში მოციქულები არიან მის გვერდით და სხვაებიც და ეკითხებიან რომ აბაო ვინ შევაო ესე ვინ შეძლებს ასეთი მაღალ დონეზე ცხოვრებას რომ აი სულ მუდმივად უარყოფა საკუთარი თავისა მუდმივად ასე თქვათ წინსვლა სწრაფვა ნუ თუ ეს შესაძლებელია და მართლაც ძალიან საინტერესო კითხვაა იმიტომ რომ მართლაც ადამიანისთვის ასეთი ხარისხის სრულყოფილებისა პრაქტიკულად შეუძლებელია რატომ იმიტომ რომ ადამიანს მრავალი უძლურება აქვს სულიერიც ფიზიკურიც და ის რომ მიაღწიოს აი იმ დონეს რასაც ქვია ანუ აი ელემენტარულად თქვათ აი ძიმეცოდვები არ ჩაიდინოს ესეც არ არის ადვილი და თუ ამას მიაღწია აი თითქოს რაღა აკლია ადამიანს და რა მეტი რა მოეთხოვება ადამიანს და აი აქ არის ძალიან საინტერესო პასუხი შეუძლებელი კაცთაგან ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელი არის აი ეს არის გასაღები ქრისტიანული სრულყოფილების ესე იგი ქრისტიანული სრულყოფილება ნამდვილად წარმოუდგენელი მოთხოვნაა იმიტომ რომ პირდაპირ გვეუბნება უფალი ესე იგი იყავით სრულვით არცა მამაი თქვენი ზეციერს როგორ შეიძლება მამა ზეციერებით სრულყოფილი მაგრამ აქ არის სწორედ ეს აზრი რომ დაუსრულებელი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ და ეს არ არის ადვილი მაგრამ არ არის ადვილი ადამიანური შესაძლებლობებისათვის ადამიანის სულიერი და ფიზიკური ძალებისათვის მაგრამ ღმერთისთვის შესაძლებელი ანუ რა ანუ ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება ამ გზაზე სულიერი წინსვლის სულიერი განვითარების სრულყოფის გზაზე თუ ღმერთი არ შეეწია ამიტომ აქედან არის მთავარი ესეთი სწავლება სინერგიული ცხოვრების წესი ანუ ეკლესიაში სწორედ ეს სინერგიული ცხოვრების წესი შეიძლება
განახორციელო ეკლესიის დახმარებით. ანუ მუდმივი განახლება სულიერი და ფიზიკური ძალებისა ეკლესიის წიაღში მისი სწავლების და რაც მთავარია მისი იმ საეკლესიო საღვთისმსახურო საიდუმლოებებში მონაწილეობით, რომელთაგან უპირველესიც არის აღსარება და ზიარება და აი სწორედ ამ აღსარებით ადამიანი ცოდვისგან თავისუფლდება, ახლიდან იბადება და ამიტომ მამები ამბობენ, რომ აღსარება გავს, ესე იგი ნათლობას, მეორედ ნათლობაც კი შეიძლება უწოდოთ, ის ახლიდან იბადება მისი სული კვლავ ესე იგი შეიძენს აი ამ სიწმინდეს ჭეშმარიტი აღსარება, რასაკვირველი აღსარების ხარისხსაც გააჩნია, მაგრამ მაქსიმალური განახლება ხდება და სრული აღსარების დროს რასაკვირველია სრული განახლება ხდება და აი ზიარებით ადამიანი უკვე ადამიანში ღმერთი შემოდის, ადამიანი ღმერთშემოსილი ხდება, წმინდანი ხდება და ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენ ქრისტიანები ხართ ტაძარი სული, მოწოდებული ხართ, რომ იყო ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმინდისა. აი ეს არის ქრისტიანობა. ანუ რა არის ქრისტიანობა? წმინდანობა, დიახ. და პირველ ქრისტიანებს, წმინდანებს, როგორც წმინდანებს ისე მოიხსენიებენ მოციქული. რატო? იმიტომ რომ ისინი აი ამ ცხოვრების წესი იყო სინერგიული ცხოვრება, მუდმივად შეერთებული ღმერთთან. მცირედი რაღაცა დარღვევა, მცირედი რაღაცა ხარვეზი იმ წუთას იწყებოდა ამის ასე ვთქვათ გამოსწორება, აღმოფხრა საკუთარ თავში, ღვთის შეწევნით, ღვთის მადლით. აი ეს მუდმივი კავშირი ღმერთთან. ეს არის ქრისტიანობა. ანუ ქრისტიანობა მოგვიწოდებს წმინდანობისაკენ. ანუ სრულყოფა ქრისტიანული ნიშნავს უნდა იყო წმინდა. ერთია რომ ვინ რეალურად ეკლესიის ისტორიის მანძილზე რა ნაწილი აღწევდა ამ ხარისხს. ესე იგი რასაკვირველია ასეთი უკვე აქ დედამიწაზე რომ აი ამ მაღალი ხარისხისთვის მიაღწიათ რომ აი მინიმალური ყოფილიყო ასეთი მცნების დარღვევა, ასეთი ცოტანი იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ის ქრისტიანი, რომელიც მუდმივად ცდილობდა აი ამ სრულყოფის გზაზე ყოფილიყო, ისიც წმინდა. რატომ? იმიტომ რომ დაცემა კი არ არის ქრისტეს სხეულისგან მოწყვეტა, ანუ ღვთაებრივი სიწმინდისაგან მოწყვეტა. არა, დაცემა ეს არის ადამიანური უძლურების გამოვლინება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ემართება. თვით წმინდანებიც კი გლოვობდნენ, რომ ჩვენ არა ვართ თავისუფალი, რა არის დაცემა ცნების დარღვევა. თუნდაც გაფიქრებით აზრის. მაგრამ ტრაგედია არის და მოწყვეტა ღმერთისგან არის თუ შენ არ ცდილობ მაშინვე წამოდგე. თუ შენ კვლავ უფალს არ მიმართავ ამ სულიერი ესე ვთქვათ ცნეულებისაგან განკურნებისათვის. თუ შენ მაშინვე არ ესე ვთქვათ შეწუხებული თუ არა ხარ, აი სინანული თუ არ არის შენში ძლიერი და ერთი სული თუ არა გაქვს, რომ აი ეს განიკურნო, აი ეს ცოდვა მოიცილო და აი ისევ დაუბრუნდე უფლის წიაღს. აი ეს თუ არა გაქვს, აი მაშინ ხარ შენ ცოდვაში. თორე თვითონ ცოდვის დაცემის პროცესი არ არის ჯერ კიდევ მოწყვეტა ღმერთისკენ. ეს უძლურებაა, ეს დიდი ტკივილია, მაგრამ განკურნება შეიძლება ამ ტკივილის, ამ ჭრილობის მოშუშება შეიძლება თუ შენ ამას ითხოვ. ამიტომ იოანე ოქროპირი ამბობს, რომ დაცემა კი არ არის ტრაგედია, აი შერიგება, აი დარჩენა ამ დაცემულ მდგომარეობაში, აი როდესაც არ ცდილობ სწრაფად წამოდგე და ვინ შეიძლება რომ დაგეხმაროს ამ წამოდგომაში. რასაკვირველია უფალი, ამიტომ შეუძლებელი კაცთაგან უფლის მიერ ყოველივე შესაძლებელია. აი ეს არის ქრისტიანობა. ამიტომ არის ეკლესიური ცხოვრება აუცილებელი და თუ ადამიანი თulis რომ მას არ ჭირდება ეკლესიური ცხოვრება, ის მისი გაგება სულიერი ცხოვრების არის კაცობრივი, მიწიერი, რომელიც არაფრით განსხვავდება წარმართული გაგებისაგან და თუნდაც აი იუდეველთა გაგებისაგან, რომელნიც ასე მიწიერად აზროვნებდნენ და
კაცობრიად აზროვნებდნენ. აი ეს არის მთავარი და ეს უნდა გვახსოვდეს და რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ. თუ ჩვენ ყოველთვის გვაწუხებს ეს დაცემა, თუ ჩვენ არასოდეს არა ვართ გულგრილი ამ დაცემის გამო და თუ არა ხარ გულგრილი, აუცილებლად ცდილობ წამოდგე. ღმერთი წამოგაყენებს და მთელი შენი ცხოვრება რომ იყოს მარცხი, თუ შენი მთელი ცხოვრება არის ცდელობა აღდგომისა, შენ წმინდანი ხარ. შენ წმინდა ხარ, იმიტომ რომ შენ ეძიებს სიწმინდეს და ვინც ეძიებს სიწმინდეს, ის წმინდაა. ამიტომაც ბრძანებს გრიგოლ ნოსელი. სრულყოფილება არის სწრაფვა სრულყოფილებისაგან. ღმერთმა მოგცეს ეს ცნობიერება, რომ ქრისტიანობა არის სიწმინდე, წმინდანობა და ჩვენი სწრაფვა მუდმივი სიწმინდისაკენ არის ქრისტიანული გაგებით სრულყოფილება და ჩვენ მუდამ ვიქნებით ღმერთში და ღმერთი იქნება ჩვენში თუ ასე ვიცხოვრებ და ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება და ღმერთმა გვატაროს ამ გზაზე და ღმერთმა შეგვაძლებინოს და ბედნიერი შობა ახალი წელი გაგვითენოს ჩვენთან არც ღმერთი.